მოგესალმებით ხალხო, როგორ ხართ? დავბრუნდით ახალი ამბებით. UFC 330-მდე სულ ცოტა დრო დარჩა, თუმცა ღონისძიება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. გარდა ამისა, ილია თოფურიამ წაგების შემდეგ იბიცაზე გამოჩენით ბევრი გააღვირვა. ასევე ვისაუბრებთ არმად სარუკიანზე, რომელიც UFC-ს მკაცრ პირობებს უყენებს. უსმან ნურმაგომედოვის მომავალზე, მერაბზე, ჩიმაევზე, პორიეზე და ბევრ სხვა რამეზე. UFC 330-მდე ცოტა დრო დარჩა. არენაზე კი ჯერ უამრავი გაუყიდავი ბილეთია დარჩენილი. ეს საკმაოდ გასაკვირია თუ სხვა ტურნირებს შევადარებ. მაგალითად, კონორ მაგრეგორის დაბრუნებისას მთელი არენა წამებში გაიყიდა. ხოლო UFC ბელგრადის 20,000 ბილეთი სულ რაღაც 22 წუთში ამოიყიდა. აშკარა რომ ქარდზე რაღაც წესრიგში არ არის. ახლა ის მისკითხვა, ეს იმიტომ ხდება რომ ქარდზე საკმარისი ვარსკვლავები არ არიან, თუ უბრალოდ ბილეთების ფასია ძალიან მაღალი. ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა რიგზე ვერ არის და UFC-ს შესაძლოა გადახედვა დასჭირდეს იმისა, თუ როგორ აწყობს ტურნირებს მომავალში. ისლამ მახაჩევი თავის შემდეგ ბრძოლაში გრანდიოზული მიზნისკენ მიდის. ამჟამად მას ლეგენდარულ ანდერსონ სილვასთან ერთად UFC-ში ZZ16 გამარჯვება აქვს. ეს არის გიჟური ციფრი და სპორტის ისტორიაში მხოლოდ ციცზე ჩამოსათვლე მებრძოლებს თუ გაუკეთებიათ მსგავსი რამ. თუ ისლამ მახაჩევის შემდეგ ბრძოლაში იან მაჩადოგარის დაამარცხებს, ის ამ რეკორდს უბრალოდ კი არ გაუტოლდება, არამედ მოხსნის. და მოდი ვიყოთ გულწრფელები, კარიერის ამ ეტაპზე ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარონ. მასზე ესედაც ბევრს ლაპარაკობენ ამ კონტექსტში, მაგრამ ასეთი გამარჯვება კამათის შესაძლებლობასაც კი არ დატოვებს. ახლა ხან ჩარლზ ოლივეირამ ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოარჩევს მის თანაგუნდელს იან გარის ისლამ მახაჩევთან მოსალოდნელი დაპირისპირების წინ. ოლივეირამ გაამხილა, რომ გარის მთავარი იარაღი მისი ურყევი მენტალური დისციპლინა და ელიტური საბრძოლო ინტელექტია. ის რაც იანს გამოარჩევს მისი საბრძოლო ინტელექტია, ეს ბიჭი არასდროს გადაუხოს შემუშავებულ სტრატეგიას. რა გეგმასაც გუნდი დაისახავს, ის მას თავიდან ბოლომდე ასრულებს. როგორც კი სტრატეგიას თავში ჩაიბეჭდავს, მას აღარ შეცვლის. არასდროს კარგავს კონცენტრაციას და ოქტაგონში 100% იხარჯება. როდესაც ორივე მებრძოლი ამ შეხვედრისთვის ემზადება, გადის რკინისებური კონცენტრაცია და ტაქტიკური სიზუსტე შესაძლოა სწორედ ის გასაღები აღმოჩნდეს, რაც მახაჩევის დასამარცხებლადაა საჭირო. არმად სარუკიანმა თავისი მოსაზრება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მსუბუქწონო საინდარჩევანი ისლამ მახაჩევზე შეაჩერა. მისი არგუმენტი იყო ის, რომ ისლამმა მსუბუქწონაში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ხაბიბმა. არმად სარუკიანმა მკაფიო ზღვარი გააუდო, როდესაც საქმე ჩარლზ ოლივეირასთან სავარაუდო რემატს ეხება. მას შემდეგ, რაც მან უკვე დაამარცხა დი ბრონქს UFC 300-ზე, სარუკიანი რთულ პოზიციაში აღმოჩნდა ამ გადატვირთული მსუბუქწონაში. დადიოდა ჭორები ხელახალ ბრძოლაზე, ამჯერად ოლივეირას BMF კამრის გარშემო. თუმცა არმანი არ აპირებს ოქტაგონში უბრალოდ გართობისთვის შესვლას. სარუკიანმა თავისი პირობები სუფთად ჩამოაყალიბა. თუ UFC სასტოზე ქამას არ დადებს, ის ოლივეირასთან რემატჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ პრომოუშენი ოფიციალურად დაუდასტურებს, რომ ეს ბრძოლა საჩემპიონო ქამაზე გარანტირებული შანსის მომცემი იქნება. ოლივეირასთან დაკავშირებით რემატჩი გამოდის, რომელიც პირველი მოვიგე. სპორტული თვალსაზრისით BMF კამარი თუ გვერდზე გადავდეთ, დიდად საინტერესო არ არის. მაგრამ თუ UFC იტყვის, რომ ეს ბრძოლა უცილებელია და შემდეგ კი ვიყო ქამაზე, რა თქმა უნდა ავიღებ ამ ბრძოლას. არმანის პერსპექტივიდან ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ოლივეირას დონის მსოფლიო კლასის ფინიშერთან მეორე ჩხუბი უზარმაზარ რისკთან არის დაკავშირებული. BMF კამრის ან კონტრაქტით გამყარებული საჩემპიონო შანსის გარეშე გამარჯვება მის რეიტინგს თითქმის არაფერს მატებს, ხოლო მარცხმა შესაძლოა მის საჩემპიონო ამბიციები სრულიად დაანგრიოს. ახლა სვლა UFC-ზე მიიღებს დანა უაიტი არმანის მოთხოვნებს თუ სხვას იპოვის. ამავდროულად საუბარი უსმან ნურმაგომედოვის UFC-ში გადასვლაზე სულ უფრო იზრდება. თუ ეს მოხდება, დანა უაიტი შესაძლოა ორ ელიტარულ პრეტენდენტს შორის საინტერესო არჩევნის წინაშე დადგეს და გულწრფელად რომ ვთქვათ, უსმანის UFC-ს მომავალი იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. PFL-ში ყველგანზე უსმან ნურმაგომედოვის გამარჯვების შემდეგ ყველა მეტი და იგივე კითხვის დასმა დაიწყო. მიდის ის საბოლოოდ UFC-ში? ტურნირის დასრულებისთანავე დანა უაიტს კითხეს ამის შესახებ, მან კი უბრალოდ გაიღიმა და თქვა, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მკაფიო მინიშნება, რაც კი შეიძლება დანასგან მიიღო. ამას გარდა საქმეში დიმეტრიუს ჯონსონის ჩაერთო და განაცხადა, რომ UFC-მ უსმანის იმდენი უნდა გადაუხადოს ამენი საჭიროა მის დასამატებლად. დანას ადგილზე რომ ვიყო, უსმან ნურმაგომედოვს მივცემდი აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც იტყოს, მხოლოდ იმისთვის, რომ PFL-ის და MVP-ის შეწყმის ფონზე მთავარი ვარსკვლავი აართვა. იმიტომ რომ შენ მათ ორგანიზაციას აცლი მთავარ სახეს. თან იქ მთელი ოჯახია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი. მთელი მათი მწვრთნელები და გუნდი, ასე რომ ძალიან მომწონს პოზიცია, რომელშიც ახლა უსმანი იმყოფება. თქვენ რას ფიქრობთ ხალხო, უნდა დარჩეთ ჯეიკ პოთან MVP-სა და PFL-ში, იქ ხომ ყველას უგებს, მაგრამ თუ ის არის ათლეტი, ვისაც სურს საკუთარი თავი მსოფლიოს საუკეთესო მსუბუქწონოსნებთან გამოსცადოს, ფიქრობ გიჟობა იქნება მისი UFC-ს მსუბუქწონაში ნახვა.
წარმოიდგინეთ ჯასტინ გეიჯი, ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, იქ ძალიან მაგარი ბრძოლები იქნება. მართლაც ეს აბსოლუტურად სამართლიანი მსჯელობა. უსმანი 28 წლისაა და უმასწრებელია და UFC-ს მიღმა მთელი მსუბუქი წონის დივიზიონი უკვე სრულად გაწმინდა. უსმანის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმაც გამოთქვა აზრი მის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა ლოგიკური მეტოქე უსმანის დებიუტისთვის. მან დაასახელა არმად სარუკიანი, ილია თოფურია, მაქს ჰოლოვეი და პედი პიმბლეტი, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ არმად სარუკიანი მისი ფავორიტი არჩევანია. ბევრი ფანტასტიკური მსუბუქწონოსანი გვყავს. პირველი ვინც აზრად მოსდის ადამიანს, ეს არის უსმანი არმად სარუკიანის წინააღმდეგ, მაგალითად ქამარზე ან რამე მსგავსი. თუ UFC-ში გადავალთ, მეორე მთავარ ფავორიტს ვუყურებ სარუკიანსა და თოფურიას. ესენი არის ბრძოლები, რომლებიც გინდა რომ შედგეს, თუმცა იცით როგორ ხდება ხოლმე, თუ გადავედით და ეს უსმანის გადასაწყვეტია და არა ჩემი, სავარაუდოდ მოგცემენ ვინმე პედი პიმბლეტის დონის ბიჭს, რაც ასევე მშვენიერი, ან შეიძლება მაქს ჰოლოვეის, ვინ იცის. ჯერა რომ ტოპ 5-დან ვინმე იქნება, თოფურია მგონი არ იქნება ამ სიის სათავეში, მაგრამ სარუკიანი ნამდვილად შესაძლებელია, რადგან ის ჯერ ჩემპიონი არ არის. თუმცა არ ვიცი, მოლაპარაკებებში მე არ მონაწილეობდა, არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ზუსტად ვიცი, ვის აირჩევენ. უსმან ნურმაგომედოვის შთამბეჭდავი გამოსვლისა და ერთადერთი დაუმარცხებელი პრეტენდენტი არჩი კოლგანის დანოკაუტების შემდეგ ის თავისუფალი აგენტია. ეს ბიჭი აპირებს გამოიმუშაოს უზარმაზარი ფული, ის შესაძლოა იმაზე მეცაც გამოიმუშავებდეს, ვიდრე მისი ბიძაშვილი ხაბიბი ან ისლამ მახაჩევი. ამასატომ ვიძახი EFL-სა და MVP-ს შეწყმის გამო, რომლებიც საბრძოლო სპორტის ბაზას იპყრობენ. როდესაც ამას Netflix-იც ემატება, ხვდები რომ მათ UFC-ს დამარცხება სურთ. ამავდროულად ანა უაიტმა თქვა, რა თქმა უნდა ვაჭრობაში ჩავერთვებით, მაგრამ თუ უსმანი MVP-ში დარჩება, ის უზარმაზარ ფულს იშოვის, ხოლო თუ UFC-სთან მოაწერს ხელს, შეუძლია დანას პირდაპირ უთხრას, ჰეი, ჩემთან კონტრაქტი გინდა, მაშინ ჯასტინ გეიჯი მომეციო. ეს არა მხოლოდ უსმანს, არამედ ჯასტინ გეიჯისაც მისცემს შანსს, ბოლოს და ბოლოს დაამარცხოს ნურმაგომედოვის გვარის მებრძოლი. წარმოგიდგენიათ მისი შეყვანა UFC-ს მსუბუქწონაში, ეს ბიჭი ყველგან ძლიერია, დგომშიც, ჭიდაობაშიც. ხოლო თუ მიწაზე გადაგიყვანა, მერთო ჩემო, იქ ყველაფერი დასრულებულია. მე თუ მკითხავთ, ის უკვე ტოპ 5-ის დონის მებრძოლია. EFL-მა და MVP-მა ახლახან გამოაცხადეს შეწყმა, ასე რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ მის შესანარჩუნებლად და ბევრ ფულს გადაუხდიან. იმედია UFC-ს გადადგამს ნაბიჯებს და მოიყვანს. მინდა საუკეთესოები საუკეთესოებს ებრძოდნენ, მაგრამ მაინტერესებს რა ელის გეიჯის. მხოლოდ ერთხელ იბრძოლებს, კიდევ და მიდის, იბრძოლებს არმანთან. საერთოდ რა ხდება მსუბუქ დივიზიონში? ილია თოფურია კარიერაში პირველი მარცხის შემდეგ ოქტაგონში დაბრუნებას როგორც ჩანს, საერთოდ არ ჩქარობს. სამსუბუქის წონის დივიზიონი წინ მიიწევს ყოფილი ჩემპიონი იბიცაზე ესპანელ ფეხბურთის ვარსკვლავთან, ფერან ტორესთან ერთად დააფიქსირეს. გადაჭედილ ღამის კლუბში გადაღებული მათი ვიდეოები სოციალურ ქსელებში რამოდენიმე საათში ვირუსულად გავრცელდა. ბუნებრივია ხალხმა ეს სიტუაცია მაშინვე შეადარა კონორ მაკგრეგორის ისტორიას ხაბიბთან წაგების შემდეგ. იმ ასღის შემდეგ კონორი სრულად გადაერთო მსგავსი ცხოვრების წესზე, რასაც ბევრი დღემდე მიიჩნევს მისი დაცემის დასაწესად. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ილიასაც იგივე დაემართება. გულშემატკივარი მას უფრო ძლიერს და საშიშს ელოდება. მსუბუქწონაზე საუბრისას უკვე გვაქვს კოეფიციენტები იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ილიას მომდევნო მეტოქე დაბრუნებისას. არსებული ციფრების მიხედვით, პედი პიმბლეტს 57% აქვს ამ ბრძოლის მისაღებად, ხოლო არმად სარუკიანს 53. ძალები თითქმის თანაბარია, თუმცა პედის მცირე უპირატესობა აქვს. ნებისმიერ ამ ბრძოლებიდან უზარმაზარი იქნება დივიზიონისთვის, ასე რომ დაველოდოთ, რომელი შეხვედრა ჩაინიშნება რეალურად. მერაბ-დვალიშვილი უკვე წინ უყურება პიოტრიანთან რემატჩისკენ. მან აღნიშნა, რომ ეს საწვრთნელო ბანაკი სრულიად ეძღვნება ჭკვიანურად ვაჯის და არა უბრალოდ მძიმე ვაჯის. მან პირდაპირ განაცხადა, ჩემს კამაც უკან დავიბრუნებ. ის ისეთივე თავდაჯერებულია, როგორც ყოველთვის. ეტყობა, რომ ბოლო ბრძოლის შემდეგ კორექტივები შეიტანა და აღარ აპირებს მხოლოდ თავისი ჩვეული ტემპისა და ზეწოლაზე დაყრდნობას. დაახლოებით ასე ვიმუშავებ პიოტრის წინააღმდეგ. ეს არის ნამდვილი საწვრთნელო ბანაკი ჩემთვის. ბევრს ვსაუბრობთ. ჭკვიანურად ვარჯიშობ და ეს არის ის, რაც მჭირდება. გასუჯეზე პიოტრთან ჭუბისას უბრალოდ მძიმედ ვმუშაობდი. ამჯერად ჭკვიანურად ვიმუშაობ. ფიქრობ, სულ სხვა შედეგს დავდებ. ჩემ კამას უკან დავიბრუნებ. გავაგრძელებ კარგი ცხოვრებით გმობას და ვიქნები აქტიური. ხამზად ჩიმავების მწვრთნელმა გაამხილა, რომ გუნდი თავდაპირველად ირჟიმ პროხასკასთან ქვემძიმე წონაში ბრძოლისთვის ემზადებოდა, სანამ UFC გეგმა შეცვლიდა და შონ სტრიკლენდთან საშუალო წონის შეხვედრას ჩანიშნავდა. მან განმარტა, რომ ბოლო მომენტში მეტოქის შეცვლამ წონის დაკლების სერიოზული პრობლემა გამოიწვია, რადგან
შიმაევს 93 კილოგრამისთვის უკვე მომატებული ჰქონდა კუნთოვანი მასა და 84 კილოგრამამდე ჩამოსასვლელად ძალიან ცოტა დრო დარჩა. ბოლო ბრძოლაში წონისკლების პრობლემას წააწყდა, იმის გამო რომ თავდაპირველად პროხაზგასთან ბრძოლა 93 კილოგრამში იყო დაგეგმილი. მეტი აქცენტი გააკეთეს ფიზიკაზე და მან დაიწყო კუნთოვანი მასის მომატება. ჩვეულებრივზე მეტი წონა მოიმატა. შემდეგ ეუბნებიან, არა ეს ვარიანტი უქმდება, 84 კილოგრამში უნდა გამოხვიდე. აი რატომ იყო დრო ძალიან ცოტა და პრობლემებიც იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ველური. თუმცა იმ ბრძოლის შემდეგ ვიცილობ თვითონაც დიდი სურვილი აქვს რომ რემატჩი ჩაატაროს. მიუხედავად იმისა, რომ ხამზად შიმავთან ბრძოლა ჩაიშალა, იეჟი პროხაზკა თავის ბოლო საწვრთნელ კადრებში იმაზე უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ოდესმე. სპორტიდან წასვლის შემდეგ დასტინ პორიეს აბსოლუტურად ფანტასტიკურ ფორმაშია. ხანები აქტიურად განიხილავენ მის ბოლო ფოტოებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ისე გამოიყურება თითქოს დღესვე შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა. ყოველთვის საინტერესოა მის ნახვა, როგორ გამოიყურებიან მებრძოლები, როდესაც წონისკლება და საშინელი საცდელო ბანაკები აღარ უწევთ. დასტინი აშკარად ყובה ცხოვრების ამ ახალი ეტაპით. და ბოლოს პატარა მხიარული კადრი. ჯასტინ გეიჯის გაქცევა მოუწია მას შემდეგ, რაც PFL-ის ტურნირის მიმდებარედ ფანებმა ალყაში მოაქციეს. ის ათში კოლგანის კუთხეში შესასვლელად ჩქარობდა, თუმცა ხალხის ნაკადისგან თავის დაღწევა ნამდვილად გამოწვევა იყო. ხალხო, დღეისთვის სულ ესეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, იცით რაც უნდა ქნათ. და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და წინასწარ დიდი მადლობა ყველას. შეხვდებით შემდეგ ვიდეოში, დროებით.